ტიტანიკის შედარებით ნაკლებად დასამახსოვრებელ და ცნობილ სცენაში Kate Winslet-ის პერსონაჟი, როუზი, ლეონარდო დიკაპრიოსას, ჯეკს ეუბნება, რომ სულ მოუთქმელად ელოდება იმ მომენტს, როდესაც გემი ნიუ-იორკში შევა და მათი ურთიერთობა ამერიკაში გაგრძელდება. When the ship docks, I'm getting off with you. ყველამ ვიცით, რომ ამოცნებას აისბერგი ანადგურებს, თუმცა აისბერგი ასევე ქმნის მითს სასიყვარულო ისტორიის შესახებ. რეალურად ეს ურთიერთობა შეუძლებელია იმ უბსკურის გათვალისწინებით, რომელიც ამ ორი მთავარი გმირის კლასობრივი მდგომარეობის შემთხვევაში არსებობს. ფილოსოფოსი სლავoj ჟიჟეკი თვლის, რომ რეალური კატასტროფა არა აისბერგის ტიტანიკთან შეჯახება, არამედ ისაა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, როუზ და ჯეკს ურთიერთობა ნიუ-იორკში მართლაც რო გაეგრძელებინა. We should ask what role does the iceberg hitting the ship play in the development of the love story? This would have been the true catastrophe. We can imagine how, maybe after 2-3 weeks of intense sex in New York, the love affair would somehow fade away. Kate Winslet is an upper-class girl in psychological distress, confused, her ego is in shatters. And the function of Leonardo DiCaprio is simply that he helps her to reconstitute her ego, her self-image. Literally, he draws her image. რაღაც გაგებით ანორა ჟიჟეკის თეორიის ეკრანიზაციაა. ანორა მითის ანტითეზა, კლასობრივი ურთიერთობების დამიწებული აღწერა. მართალია, ანორა რომანტიკული კომედიის ჟანრშია შეფუთული. ფილმის რეალური თემა კლასობრივი ცნობიერების გამოვლენა. I understand that now we must go in the fucking plane and fly in fucking Vegas. თუმცა სანამ უშუალოდ ანორას გარჩევაზე გადავიდოდეთ, მოკლედ ვთქვათ რა განაპირობებს კარგ მითს, რაც პოპულარულ კულტურაში რომანტიული ურთიერთობების არსის გაგებაში დაგვეხმარება. შესაძლოა მითის შესაქმნელად აუცილებელი პირობა ამბის ზენიტის მდგომარეობაში შეწყვეტა. მომენტში, როდესაც ვარნა გარდაუვალია. ტიტანიკის შემთხვევაში ეს მდგომარეობა გემბანზე მდგომ როუზის და ჯეკის იკონურ სცენაში გამოიხატება. შემდეგ აისბერგი ჯერ დგება და ასე იქმნება მითი. I love you, Jack. მითი ვერ იარსებებს ადამიანების რეალური ცხოვრების ასახვის პირობებში. იმ მოცემულობის შემთხვევაში, სადაც სოციო-ეკონომიკური გარემო განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას. ანორას შემთხვევაში, შონ ბეიკერი გვაჩვენებს კლასობრივ ურთიერთობას კონტრასტის შექმნით, რაც გვიმარტივებს დავინახოთ ის ეკონომიკური ფაქტორები, რომლებსაც ჩვენზე გავლენა აქვთ. მათ შორის ერთი შეხედვით ისეთ ნაკლებად მატერიალურ ფენომენზეც კი, როგორიც სიყვარული. სიყვარული მხატვრულ ნაწარმოებებში ფანტაზიის და ზღაპრების მთავარი თემა ოდით განვეიღო. ჯეინ ოსტინის სიამაყე და ცრურწმენა შესაძლოა ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყოს. თავის ნაშრომში კაპიტალი 21 საუკუნეში ეკონომისტი ტომას პიკეტი ჯეინ ოსტინის ამ ნაწარმოებში აღწერილ ამბავს შეუძლებელი ურთიერთობის მაგალითად იყენებს. Please do me the honor of accepting my hand. წიგნის მთავარ გმირებს, მისტერ დარსის და ელიზაბეთს შორის არსებული კოლოსალური ფინანსური სხვაობის გათვალისწინებით, გამორიცხული იყო მისტერ დარსის, მისი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელი ეთხოვა ელიზაბეთისთვის, ქალისთვის გაცილებით მცირე კაპიტალის მქონე ოჯახიდან. პიკეტის აზრით, დღეს ჩვენ ახლოს ვართ 2 საუკუნის წინ შექმნილ მდგომარეობასთან, ყველაზე მდიდრებს და ყველა დანარჩენს შორის არსებული კლასობრივი უთანასწორობის თვალსაზრისით. ანორა პიკეტის თეორიის ილუსტრაციად შეგვიძლია დავინახოთ. კლასობრივი ურთიერთობების და იმ ადამიანების ცხოვრების ასახვას, ვისაც ეკონომიკურად ნაკლებად გაუმართლათ, შონ ბეიკერის ფილმოგრაფიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბეიკერის ფილმების სამყარო სექს-მუშაკების სამყაროა. ამ მხრივ არც ანორაა გამონაკლისი. აქ მთავარი გმირი, ვის როლსაც მაიკ მედისონი ასრულებს და ამას შესანიშნავად აკეთებს, სტრიპტიზის მოცეკვავეა. მას საკუთარი თავის მინიმალური უზრუნველყოფისთვის გამუდმებით მუშაობა და ბრძოლა სჭირდება.
Jimmy, once you give me health insurance, workers' comp, and a fucking 401k, then you can tell me when I work and not work. Well, none of that's gonna happen. თუმცა წინა ფილმებისგან განსხვავებით ბეიკერის ახალ სურათში დიდი სიახლეა. აქ ის კლასიკური ჰოლივუდის ისტორიას არარეალისტურ რომანტიკულ ურთიერთობასთან აზავებს, სადაც მითი და სოციალური რეალიზმი ერთმანეთს ერწყმის. ამის მიღწევას ავტორი მარტივი, თუმცა ეფექტური მიდგომის დახმარებით ახერხებს, რაც ფილმის სტრუქტურულ მხარეში გამოიხატება. მთავარი გმირის ენის, ანორას მოკლე, თუმცა საკმარისი აღწერის შემდეგ ბეიკერი ზღაპრულ ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ მოგზაურობას გვთავაზობს. ენის სექს მომსახურების მისაღებად ვანია ეწვევა, როგორც მოგვიანებით ირკვევა რუსი ოლიგარქის შვილი. ვანიას ენი მოეწონება და მასთან დიდი დროის გატარება სურს, რასაც ფულის სანაცვლოდ უპრობლემოდ ახერხებს. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფული არ არის ერთადერთი რამ, რაც ენის ვანიაში ხიბლავს. ვანიას აქვს დადებითი თვისებები. ფილმის მონაკვეთი, რომელიც ვანიას, ეინის და მისი მეგობრების ლას-ვეგასში გართობას აღწერს, ზედაპირული სამყაროს საუკეთესო აღწერაა. ეს სამყარო დაცლილია ყველანაირ სიღრმეს, რომელიც უგონო კონსიუმერიზმის და გაქცევის ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ სევდიანი გარემოებაა, იუმორის დამსახურებით ფილმის ეს ნაწილი კვართობს. თუმცა თუ ბეიკერის წინანამუშევრები ნანახი გაქვთ, ანორას ყურებისას შეიძლება მიხვდეთ, რომ ეს მხოლოდ პრელუდია. ავტორი რაღაცისთვის გვამზადებს და ეს რაღაც ცხადია მართლაც დგება. თუ ბეიკერის ფილმები არ გინახავთ, ფილმის მეტამორფოზა კომედიიდან დრამამდე თავისი მოულოდნელობით შესაძლოა მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდეს. ანორას აქვს ის, რაც აკლია მის წინა ფილმებს. სათქმელის გადმოსაცემად ტაქტიკური მეთოდის გამოყენება. ეს აუცილებელი პირობაა პოლიტიკური ფილმის შემთხვევაში. თუ რეჟისორს სურს სათქმელმა მაყურებელზე გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითისათვის სამი ფილმი, რომელიც ბეიკერის ფილმოგრაფიაში ანორას წინ უძღოდა, თავისებურად შესანიშნავია, გავლენა, რომელიც ყოველ მათგანს მაყურებელზე შეეძლო მოეხდინა, დიდი არაა. მოდით ცხად რეალობას თვალებში შევხედოთ. ადამიანთა უმრავლესობას, რომელიც საკუთარ ცხოვრებას შრომაში ატარებს, ხატრულ ნაწარმოებთან ურთიერთობისას გაქცევა სურს. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს მითის დანახვა უნდა. ტყუილის, რაღაცის, რაც მისცემს შესაძლებლობას გაექცნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. წითელი რაკეტა, პროექტი ფლორიდა და მანდარინი მეტწილად კრიტიკოსებმა შეიყვარეს. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ ეს ფილმები ნიშურ საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენდნენ, რომლებიც შედარებით ნაკლებად მომხიბვლელი იყო აუდიტორიისთვის, რომელიც ჟანრობრივ კინოს არის შეჩვეული. მაყურებლისთვის, რომლის სურვილი ეკრანზე ოცნებების და არა მათი ცხოვრების რომელიმე ნაწილის ამსახველი სარკის დანახვაში მდგომარეობს. ბეიკერის წინა ფილმების მსგავსად ანორა სარკია, თუმცა მისი წინა ფილმებისგან განსხვავებით ის ასევე ოცნებების წარმოებელი მანქანაა, რომელიც ჰოლივუდური სტილით ხიბლავს. Are you happy? Yes, very happy. სწორედ ასეთმა ფორმამ განაპირობა ჯერ კანის ოქროს პალმის რტო და შემდგომ უკვე ოსკარი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. ანორას პირველ ნაწილში მაყურებელი ზღაპრების და მითების სამყარო შეხვდება. თუმცა ამის განვითარებასთან ერთად მითს ფეხიდან მიწა ეცლება. რაღაც მომენტში მაყურებელი ხვდება, რომ ეს ის არაა, რასაც ელოდება, თუმცა ეს გააზრება გვიან დგება. ამ დროს მისი ყურადღება გადაცემულია და ის მთლიანად ამბითაა მოცული. ამ ეტაპზე ჩვენ გვსურს ვნახოთ კონკიას ზღაპრის მეორე მხარე. მისი ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი კი ვანიას ოჯახში გამოიხატება. Где он? ვინ არიან ზახაროვები? არის თუ არა ეს რეალურად ოჯახი თუ ზახაროვები უფრო კორპორაციას გვაგონებენ, რომლის საზრუნავე მხოლოდ ბიზნესია. ამ ოჯახისთვის შვილის ქორწინება სხვა არაფერია თუ არა საქმე და მას ბიზნესივით უნდა მიუდგე, რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით და ეფექტურად. ვანია საკუთრების ნაწილია, რაღაც გაგებით ეს შვილიც კი არაა. მისთვის მიყენებული ზიანი არის ოჯახისთვის მიყენებული ზიანი, მაშასადამე კაპიტალისტვის. ზახაროვების ოჯახის ცხოვრებაში კერძო საკუთრების გადამწყვეტი როლის შესახებ ფილმში არაერთხელ გვახსენებენ. ამის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი მაგალითი სცენაა, სადაც თოროსი კარენ კარაგულიანის შესანიშნავი შესრულებით ანორას საქორწინო ბეჭედს ართმევს და გარკვევით ეუბნება, რომ ის ოჯახს ეკუთვნის. This is Zakharas property. ბეჭედი ანორას ფილმის დასკვნით ეპიზოდში დაუბრუნდება, თუმცა ეს ქოში არაა, რომელსაც მას პრინცი ან მისტერ დარსი მიართმევს.
ამას იგორი გააკეთებს, ზახაროვების მიერ დაქირავებული ადამიანი, რომელსაც ანორა გოპნიკს ეძახის. იგორი, რომლის ანორას მიმართ სრუნველი და თბილი განწყობა შემჩნევა ფილმის პირველ ნახევარში შეგვიძლია, ამ სამყაროში ძლიერი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე ორიენტირებს და არა ფულის ან სტატუსის საშუალებით. იგორი შორს არქეტიპისგან, ვისთანაც ანორას იდეალურ შემთხვევაში ყოფნა მოუნდება. ის მისი ფანტაზიის სურათში არ ჩნდება. ამ ანტიკონკია მომენტში ფილმის მთავარი გმირი სიმბოლურად არა მაღალი კლასის წარმომადგენელზე ქორწინდება, არამედ ადამიანზე, რომელიც მასთან სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად ახლოს დგას. საინტერესოა, რომ ამ ეპიზოდამდე არის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ენი იჩემებს, რომ მას ზახაროვების და მათი დამქაშების დამარცხება შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი მუქარა ზახაროვების მხრიდან სერიოზულად არ აღიქმება. თუ ენი მართლაც გადაწყვეტს ზახაროვებს სასამართლოში უჩივლოს, ადამიანი, რომელიც ყველაფერს დაკარგავს, თვითონაა. კანონი ზახაროვების მხარესაა. ამ შემთხვევაში არა იმიტომ, რომ ის სამართლიანია, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია უარი თქვას ფულსა და ძალაუფლებაზე. ზახაროვების ნამდვილი დამქაშები არათოროსი ან მისი ძმა, პრომეტიც ისინი ცდილობენ არანაირი ფიზიკური ზიანი არ მეაყენონ ენის. ნამდვილი დამქაშები იურისტები არიან. ისინი, ვისაც ამბის, მათ შორის ენის ამბის თავდაყირა დაყენება შეუძლიათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ენის ეუბნებიან, რომ კანონი შეიძლება მის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული, ჩვენ ხედავთ, რომ პერსონაჟი ამას იაზრებს, თუმცა ამ ეტაპზე მის გამომეტყველებაში ორაზროვნებაა. ეს ორაზროვნება იგორთან უკანასკნელ სცენაში ქრება. ეს არის მომენტი, სადაც ენი კლასობრივად იღვიძებს. იგორთან ჩახუტებული ანორა ტირილს იწყებს, რაც იმის მომასწავებელია, რომ ის, როგორც იქნა, ხვდება თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება და როგორ იყენებს კაპიტალი თავისი მიზნების მისაღწევად, მათ ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლად. სწორედ აქ ჩანს ბეიკერის ბოლო ნამუშევრის სიძლიერე. მას მაყურებელი ამ მომენტამდე მიხავს. ეს არის კულმინაცია, სადაც ჩვენ, როგორც მაყურებელს, როგორც იქნა, შეგვიძლია სარკეში ანორას თვალთახედვიდან ჩავიხედოთ. თავის უმნიშვნელოვანეს ესეში ღარიბი და პროლეტარიატი, რომელიც 1936 წლის ახალ დროებას ეძღვნება, კულტურის კრიტიკოსი როლან ბარტი ამბობს, რომ ჩარლი ჩაპლინის ნამდვილი გენია მდგომარეობს მის უნარში მაყურებელს საკუთარი თავი გვერდიდან დაანახოს, პერსონაჟის დახმარებით, რომელიც საკუთარ მდგომარეობას თავად ვერ ამჩნევს. ახალ დროებაში ჩაპლინის პერსონაჟის სახით ვხედავთ ადამიანს, რომელიც საკუთარ მდგომარეობას არსებულ სოციო-ეკონომიკურ გარემოში ვერ აღიქვავს, თუმცა ასეთი ასახვის დახმარებით ჩვენ როგორც მაყურებელი სრულ სურათს ვხედავთ. ვხედავთ იმას, რასაც ვერ ხედავს პერსონაჟი. ბეიკერი მსგავს მიდგომას იყენებს და გვაძლევს საშუალებას შევხედოთ ანორას მდგომარეობას უსაფრთხო დისტანციიდან. თუმცა ჩაპლინსგან განსხვავებით, ანორას ფინალი განსხვავებულია. ბეიკერი ენის გაზდის საშუალებას აძლევს, სადაც პერსონაჟი ხვდება იმ ეკონომიკურ დეტერმინიზმს, რომელიც ჩვენ სისტემას ასახავს. ასეთი ფინალის შექმნით ავტორი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ დავფიქრდეთ ანორას ბედზე, არამედ ასევე გადავხედოთ ჩვენში გამჯდარ შეხედულებებს. რაღაც გაგებით ეს ასტიკი ფინალია, მაგრამ ეს სისასტიკე შეიძლება აუცილებელი იყოს იმ რთულ რეალიებთან შეჯახებისას, რომელიც ჩვენ სამყაროს განსაზღვრავს. 2025 წლის მარტის მდგომარეობით ილონ მასკის დღევანდელი კაპიტალი $335 მილიარდ აღემატება და ამ ვიდეოს მომზადების პროცესში მილიონობით იზრდება. Informa Connect Academy-ის მიერ გასულ სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მასკი შესაძლოა უკვე 2027 წლის დასაწყისშიც კი გახდეს ტრილიონერი. რაც იმას გულისხმობს, რომ მისი დღეს არსებული კაპიტალი 3-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება 2 წელიწადზე ნაკლებში. დღეს ვითარებაში, როდესაც მდიდრები არა მხოლოდ მდიდრდებიან, არამედ სიმდიდრის უპრეცედენტო მწვერვალებს აღწევენ, სადაც სხვაობა ყველაზე მდიდრებს და ღარიბებს შორის შესაძლოა იმაზე გრანდიოზულიც კი იყოს, ვიდრე ფეოდალიზმის დროს მეფეებსა და ყველაზე ღარიბ გლეხებს შორის, ჩვენ არ გვჭირდება ზღაპრები და მითები, რომლებიც სამყაროზე კიდევ ერთ ყალბ წარმოდგენას შეგვიქმნიან. ანორას მსგავსი ამბები გვჭირდება, ისტორიები, რომლებსაც კლასობრივი ცნობიერების გაღვიძება შეუძლიათ. და არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს იმის გააზრება, თუ სად ვდგავართ ამ სამყაროში ჩვენ 99%. იმდენად რამდენადაც ამ გააზრებას მითისგან გათავისუფლება ძალუძს. მადლობა ყურებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თებერვლის თვის მხარდამჭერებს.
სანდრო კომლაძეს, თათა გაჩეჩილაძეს და ამირან რამიშვილს. თუ თქვით, რომ სამყაროში ძლიერები ძლიერდებიან და ამის ფონზე დამოუკიდებელ ენთუზიაზმზე შექმნილ პლატფორმებისთვის მეტი მხარდაჭერაა საჭირო, პიტაგორას განვითარებაში წვრილი შეტანა ვიდეოს აღწერაში მითითებული საშუალებებით შეგიძლიათ.